ბათუმის საკრებულოში ხელფასების მოსალოდნელი მატების საკითხს ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის ეხმიანება. არასამთავრობო ორგანიზაცია საკრებულოში ხელფასის მატების აუცილებლობას ვერ ხედავს. ლაშა ადამია დეპუტატებს დამატებითი სარგოს აღების ნაცვლად ქალაქში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ზრუნვას ურჩევს. მის ინფორმაციით 25 დეპუტატს ხელფასზე ყოველთვიურად 500 ლარიანი დანამატი ექნება, რაც ადამიანის შეფასებით ქალაქის ბიუჯეტს ზედმეტ ტვირთად დააწვება. ბათუმის საკრებულოში განმარტავენ, რომ საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ამ თემაზე კი მსჯელობა საკრებულოს ხვალინდელ სხდომაზე იგეგმება. აქტიურად მიმდინარეობს ქალაქის თვითმმართველობაში ნორმალიზაცია, რადგანაც დეპუტატებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 500 ლარით გაეზარდათ ყოველთვიურად თავის ხელფასი, რაც იმას ნიშნავს, რომ დამატებით ყველაწლიურად ბათუმელთა ჯიბიდან წავა 150.000 ლარი, იმ ფონზე, როდესაც ქალაქში არის მრავალი მოუგვარებელი პრობლემა და ფაქტიურად რაც კი არჩეულია დღევანდელი თვითმმართველობა, ისინი ავნენ მხოლოდ უმოქმედებას და უნარობას. ამ ფონზე მე არ მიმჩნია ლოგიკურად, რომ გაიზარდოს ხელფასები. ეს საკითხი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. ხელფასი არ არის აქ საუბარი, მაგრამ ეს ხაზგასმით დაუშვათ, აქ არის საუბარი სადეპუტატო ხარჯებზე. 2008 წელს განისაზღვრა იქნებოდა 800 ლარი და მას შემდგომ ბათუმი რეალურად არის 3ჯერ და 4ჯერ გაზრდილი. ანუ სამოქმედო ტერიტორია, რომელზეც მოქმედებდნენ მაჟორიტარი დეპუტატები ან სხვა დეპუტატები, არის ძალიან გაზრდილი. სწორედ აქედან გამომდინარე, საკრებულომ დაუშვა ფიქრის უფლება, საკუთარ თავში იმასთან დაკავშირებით, რომ იქნებ გაგვეძანა ეს ხარჯები.